მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ეხლა უნდა გითხრათ, რომ დავიწყე გაშლა და ამ დროს ეხლა აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა ჩართული ვიდეო. და ვისაუბრე ძალიან ბევრი, ჩემს თავს ვუთხარი რაღაცები. ამიტომ ჩვენი თემა დღევანდელი იქნება თუ არა თქვენ ერთად, მახალი ძალების აქ გეგმები თქვენს ურთიერთობაზე. მე უკვე აქ პირველი პოზიცია მაქვს გაშლილი, აქ რამდენიმე კითხვა მოვამზადე და კიდევაც გავშალე, მაგრამ თურმე ჩემს თავს ველაპარაკებოდე. ამიტომ ეხლა რაც მაქვს უკვე რაც მიდევს აქ როგორც სიგნიფიკაცია, მე თქვენ მაგას ისევ გავიმეორებ და მე გავაგრძელოთ უკვე ჩვენ გაშლა ის მარტო ერთი გავხსენი და ერთზე ველაპარაკე, მაგრამ ნუ გავიმეორებ ეხლა. ნახეთ ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, თქვენს შორის ეხლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა, პრინციპში უკვე დასკვნას გამოვიტანე და გეტყვით ეხლა ანუ როგორც სიგნიფიკატორი ისი იმუშავებს ეხლა ეს, ანუ რა ხდება ენერგეტიკულ და ემოციურ დონეზე თქვენ შორის. აქ მე მაჩვენეს ის, რომ წყვილი არის ეხლა მოლოდინში, ანუ არის, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა აქ ცოტა ღრმა უფრო გაშლა არის ჩვენთან, იმიტომ რომ მე ვკითხე, რომ აი ეს მოლოდინი რას ნიშნავს, თქვათ ორივესთვის რა. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა მაინც უფრო ენერგიის დონეზე ხო ვუყურებთ და აქედან დასკვნა გამოვიტანე, რომ აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის გრძელი პაუზაში, იცოდეთ, აქ არ არის ის ურთიერთობა, როცა თქვათ, ეხლა თქვენი მოქმედი წყვილი ხარ და უბრალოდ გაინტერესებთ, ვიქნებით თუ არა ერთად. აქ ნამდვილად არის ცვლილებები ძალიან დიდი მიდის აქ ხალხში. იმიტომ რომ თქვენ აქ უნდა ისწავლოთ თქვენი თვითშეფასება, აქ თქვენ შეიძლება ბევრჯერ ადამიანს პატიობდეთ, შეიძლება ბევრჯერ თქვათ ადამიანს ახლა როცა მიდიოდეთ თქვათ თქვენ ისევ უკან იღებდეთ ამ ადამიანს და მაგრამ ეხლა და ბიჭის მხრიდან აქ ვეტყოდი რომ ამან უნდა ყველა ვარიანტში მასში რა მიდის ეხლა რომ ამასაც სწავლენ აქ ქმედებას ხო ხდება ეს ადამიანი რომ ძალიან შეიძლება არ იცის მაგას შეიძლება ძალიან ბევრი ბლოკები აქვს, ხო? არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ძალიან აქ გამოვიდა გვერდხების დედოფალის და გამოვიდა პენტაკლების დედოფალი. თქვენ თვითონაც მოქმედი ქალი ხართ, ყობა თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აი იყოს რაღაცა ქმედება და მამაკაცისთვის ახლა აქ არ არის, იმიტომ რომ თქვენც მაგისგანაც ელოდებით ქმედებას რა, იმიტომ რომ თქვენ აქტიური ტიპი ხართ და შეიძლება აი ამ ურთიერთობაში ეს ადამიანი ეხლა თქვენ გასწავლეთ ზუსტად იმას, რომ მაინც თავი უნდა შენი თავი უფრო ასე ვთქვათ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანო, იმიტომ რომ ძალიან პენტაკლების დედოფალი ეს ადამიანი, რომელიც ბევრს სწავლობს, ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ვთქვათ, მისი ცხოვრება უფრო და უფრო კარგი იყოს, ხო? და ეხლა თქვენში მიდის როგორი მომენტი, იცით, რომ მე არ მინდა უკვე ის ფორმატი, რომელიც ჩვენ გქონდა, ის სიტუაციები, რომელშიც ჩვენ ვიყავით, უკვე всё, ეს არის უკვე უნდა წავიდეს რა, იმიტომ რომ ნამდვილად არ მაწყობს უკვე რა ეს სცენარი, რომელიც იყო. მე შენგან ველოდები ქმედებას რა, რომ შენ უნდა დამანახო, რომ ნამდვილად მე შენთვის ეს მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ მამაკაცი არის ეს ენერგიაში ახლა ამ წუთში, რომ არ იცის მან ახლა როგორ რანაირად ვიმოქმედო, რა გავაკეთო რა. იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ თქვათ ახლა დავუშვოთ ხალი აქ ხო, აქ ძალიან მტკივნეული პროცესი არის და აქ არის როგორი, იმიტომ რომ უმოქმედება არის, აი ქმედება, სულ ქმედებაზე საუბარი და აქ ნამდვილად აი თითქოს ეს არის თქვენი ეხლა მთავარი და უმთავრესი ასე რომ ვთქვათ, პრობლემა რომ ადამიანმა არ იცის ქმედება, შეიძლება ურთიერთობაში მარტო იღებს და არ მოქმედებს და ნამდვილად ეხლა თქვენ ალბათ უკვე დაიღალეთ ასეთი სიტუაციიდან, იმიტომ რომ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი არის რა, ეს სიტუაცია რომ იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვა თუ რამეს მოკიდებს, ხელს მიაქვს ეს ბოლომდე ასე რომ თქვა და ვითარდები და ასე შემდეგ და იგივე შეიძლება ელოდები თქვენი პარტნიორისგანაც რა. შემდეგი კითხვა მე მქონდა, ანუ რა გაკვეთილებს თქვენ გადეხართ ერთად რა. ერთად გადეხართ, აი აქ ხან ახათ სიყვარულის გაკვეთილს გადეხართ თქვენ გადეხართ იმას, რომ ანუ ბედნიერების გაკვეთილს რო იტყვენ, ანუ უნდა ისწავლოთ აქ დაჟე ვეტყოდი,
კი, გაკვეთილია ზუსტად რა. აქ არის როგორ თქვენ, უნდა ერთმანეთს, ну, პრინციპში ესე даже იდეალური რაღაცა მომენტი არის ათიანი თასების, როცა ურთიერთობაში ადამიანებმა უნდა ისწავლონ, ანუ ერთად ბედნიერად ყოფნას. даже მე ვეტყოდი, შეიძლება თქვენ აქ უნდა შექმნათ ოჯახი, არ აი თქვათ, აი კანონიერი ოჯახი რა. ну, ყოველ შემთხვევაში უნდა ისწავლოთ ის, აი როგორ უნდა ვიყოთ თქვათ ერთად ბედნიერად. კი, აქ ხათ, ну, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, აქ даже უფრო რაღაც გვაჩვენებენ იმას, რომ შეიძლება ეს თქვენი პარტნიორი ეხლა, ну, ძნელად იღებს ამ გაკვეთილებას რა, გაკვეთილს, იმიტომ რომ საერთოდ 10-იანი პენტაკლების არის, როცა აი უკვე იმდენად даже ვეტყოდი, ну, ეს უანგარო სიყვარული უფრო თასების ტუზე აჩვენებს, მაგრამ 10-იანი არის აი როცა მიუახლოვდება, ასე რომ ვთქვათ, ამ გრძნობას რა, როცა ერთმანეთს ვჩუქნით ჩვენ სიყვარულს, როცა ბედნიერებას ვჩუქნით, მაგრამ აქ უფრო მამაკაც შეიძლება აქ ეს მომენტი, რომ მაგაზე უფრო მიდის აქცენტი, რომ მან უნდა ისწავლოს ეს რაღაცები, იმიტომ რომ შეიძლება მან არ იცის უფრო ეს თქვათ რა უნდა გააკეთოს, ხო? და ამიტომ აქ არის როგორ იცი, აი მაგის გამო შეიძლება მიდის აი ეს გაწელილი სიტუაცია, იმიტომ რომ ნახეთ ახლა პრინციპში, აი როგორც სურვილების ასრულებაშიც, ხო? ჩვენ როცა სურვილის ჩავიფიქრებთ, კი, დაუშვოთ ახლა სამყარომ კი მიიღო, მაგრამ დედამიწამდე სანამ მოვა ეს ყველაფერი დრო გადის რა. ну, არიან ზოგი ადამიანი, რომელიც ადვილად იღებს, აი გოგო როგორ იღებს. გოგო როგორ თქვენ უკვე იცით რა, თქვენ იმდენი რამე გამოვლილი, იმდენი რამე უკვე ისწავლეთ, თქვენ ბევრჯერ გაქვთ დანაკარგი, თქვენ ბევრჯერ გაქვთ ახლა რთული პერიოდები, თქვენ უკვე ბევრი რამე ისწავლეთ თქვენი ცხოვრებიდან. ну, პენტაკლების დედოფალი აქ ახლა რა თუნდა ლაპარაკე და აი თქვენი პარტნიორი ეთყობა ეხლა ну, არ არის ისეთი ადამიანი, რომელმაც იცოდეს რა, აი როგორ უნდა იმოქმედოს, ანუ შეიძლება ისეთი ჩაკეტილი ადამიანი იყოს, შეიძლება ვერ აჩვენებს თავის თქვათ ახლა გრძნობებს რა, გრძნობების გამოხატვა, даже ამას ვეტყოდი რა, გრძნობების გამოხატვა არის თქვენთვის ეს არის აი შეიძლება კიდე აქ როგორი გაკვეთილი გაქვთ, იცით თქვენ გოგოებს აქ, აი როგორ იცით, შეიძლება თქვენ ნაკლებობას გრძნობთ ემოციებს, შეიძლება ადამიანი თვითონ, აი თქვენი პარტნიორი აქ ნაკლებად გაჩვენებს თქვენ ამ თქვათ ქმედებას, ნაკლებად, ну, უფრო თავის თავში ინახავს, უფრო შეიძლება даже მატერიალურზე არის უფრო მიმართული, ვიდრე თქვათ ემოციები გამოხატოს, მაგრამ ამან უნდა ეს შეცვალოს ეს სიტუაცია ყველა ვარიანტში და უნდა ისწავლოს შეიძლება თავისი ქმედები და განახოს თქვენ ეს სიყვარული, ხო? ну, კაცი არის ქმედება, ხო? ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ნახოთ ახლა აქვს თუ არა თქვენს კავშირს კარმული ხასიათი. აქ რა თქმა უნდა კი, იმიტომ რომ ტუზი ეს არის მაღალი ძალები და მაგრამ აქ რას მაჩვენებენ? იცი, კი ბატონო, თქვენ უნდა ეს შეიძლება даже ერთობა მოხდა როგორიც, აი უცბად გაიცანით, ან უცბად გამოჩნდა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ხო? უეცრად, როცა არ ელოდებოდით შეიძლება საერთოდ თქვენ დაუშვათ ასეთი ადამიანის გამოჩენას თქვენ ცხოვრებაში და ანუ შეიძლება თქვენ ზუსტადაც აი შეიძლება ზოგი ოცნებობდა თქვათ ან რაღაცა გაუშვეთ თქვენ სივრცეში რაღაცა სურვილი, ხო? რომ აი მინდა რომ თქვათ შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში ადამიანი, მაგრამ აქ შემოვიდა უშუალოდ იმისთვის, რომ თქვენ ხო, ანუ კი კარმული რა თქმა უნდა, ურთიერთობა, ანუ თქვენ შეიძლება ეს ადამიანი რომ დაენახათ, ეგრევე თქვით რომ ან ჩემია ეს ადამიანი, იმიტომ რომ ესეთი თვისებები ქონდა, ისეთი შეიძლება შეხედეთ თვალებში ერთმანეთს და იმ წუთში მიხვდეთ რომ ეს ჩემი ადამიანია. ან დაუშვოთ ახლა შეიძლება დაინახეთ სადმე და აი თქვით რომ აი ღმერთო ეს რანაირად შეიძლება იყოს, რომ სრულიად აი როგორც მე მინდა ადამიანი ისეთია რა. და ან შეიძლება რაღაცა ქონდა მაგას ესეთი ქმედებები თავიდან, რომელიც შეიძლება თქვენ გეთქვათ, რომ აი ზუსტად მე როგორც მინდა რომ პარტნიორს გქონდეს, აი ეგეთია. ну, ეს არის ზუსტად კარმული თემა, იმიტომ რომ ჩვენ ანუ ვიცანი რა ეს მომენტი რო არის და შეიძლება გაგიკვირდეთ, აი შეიძლება даже ესეთი შეგრძნება გქონდეთ, რომ ღმერთო, საიდან ვიცნობ მე მაგას, თუ არა არ ვიცნობ მე. მაგრამ რაღაცანაირად აი ვიცნობ რა. ეს არის აი სუფთა
სუფთა კარმული ურთიერთობა აქ არის, აი даже ვერც ვერაფერი და ნამდვილად ეხლა აქ არის ის კარმული თემა, რომ თქვენ ეხლა ნამდვილად გაივლით, ნუ მე-15 ენერგია როცა ირთობა, აქ ნამდვილად თქვენ იმასაც დაანახებთ მინუს, ნუ თქვათ მინუსებს ასე რომ თქვათ, მაგის მანკიერებებს და თქვენს რა თქმა უნდა დაგანახებს, ანუ ყველაფერს თუ რამე არის, ორივენი თქვენ ერთმანეთს დაანახებთ. ნუ პრინციპში კარმული ურთიერთობა ზუსტად მაგისთვის არის, რომ ჩვენ ახლა მე-15 ენერგია არის როგორი ენერგია, როცა რომელიც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ რაც ჩვენ თქვათ ვერ ვაღიარებთ ჩვენში მინუსებს, რომ პარტნიორის მეშვეობით ჩვენ ეს დავინახოთ რა და ამიტომ არის მტკივნეული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა ვართ ჩვენ კარგი გოგოები და კარგი ბიჭები და არავის არ უნდა რომ თქვათ დაუშვათ ახლა ნუ თქვას რომ თუნდაც აი ეჭვიანი ხარ დაუშვათ ახლა მზღუდავ თქვა თავისუფლებას არ მაძლევ ძალიან კონტროლერი ხარ თქვა აკონტროლებ ნუ პენტაკლების დედოფალს აქ ეგეთ მომენტები შეიძლება თქვა რომ აკონტროლებდეს რაღაც ან დაუშვათ ახლა შენ არ იცი თქვა ქმედება ადამიანი ფიქრობს რომ რას არ ვიცი მე ქმედება ნუ არ იცი თქვა ნუ აი ეს შემდეგ რა მე-15 ენერგია ანუ ყველაფერს თითქოს ნუ გაჩვენებს რა რა ზის შენში ისეთი რაზეც უნდა იმუშაო რა ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ კიდე ასეთი კითხვა მაქვს და ეს ხო რა გამოცდების გავლა საჭირო რომ ერთად იყოთ თქვენთვის ნუ მე-18 ენერგია აქ არის როგორი მომენტი აქ ამარკა აი საერთოდ მიყვარს ძალიან მე-18 ენერგია მაგრამ აქ არის თან ახლა აი აქ ეს არა ორაკული არის ანუ რა გამოცდები უნდა იცით რა არის აქ შეიძლება даже მოგიწიოთ თქვათ აი სოციუმის თემა შეიძლება თქვენი ურთიერთობა არის არასტანდარტული დაუშვათ ხო ну ეს სადაც არის სხვაობა რელიგიაში სხვაობა შეიძლება მენტალში ასაკში შეიძლება იყოს ну სხვადასხვა ქვეყანა და ან შეიძლება ისეთი ურთიერთობა რომელიც მეუღებელი არის თქვა სოციუმისთვის ხო და აი ერთ-ერთი მომენტი ვეტყოდი რომ რა ქვია აი ეს კი აი ნახეთ იმპერატრიცების მაღალი არკანები არის რა აქ სხვადასხვის კიდე ნახეთ როგორი უნდა რა უნდა აი გოგოებო თქვენთვის საყურადღებოდ რომ ხო გითხარით ეს პარტნიორი ისეთი არის რომელიც ნამდვილად თქვენ აი თქვენ ქალურ მხარეს გახსნის აი დღეს ну TikTok-ზე მაქვს ჩაწერილი ახლა ვიდეო ჩავწერე ზუსტად აი ამ ქალის ენერგიებზე რომელზეც უნდა მიაქციონ ყურადღება ძალიან რა და აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის რომ თქვენ даже უფრო გამოცდები თითქოს აი იმპერატრიცა გამოვიდა ქალზე რომ უნდა ანუ უფრო ქალური გახდეთ, უფრო მეტად აი აქაც ხო მოხდა ეს მომენტი თქვენში უფრო ეს პროცესი პრინციპში დაიწყო, იმიტომ რომ კოშკი არის, აქ და პენტაკლების დედოფალი, ხო, რომელიც გვეუბნება რომ შენ ახლა პრინციპში თქვენ აი ნახეთ ზიხართ აქ პოზიციაში ველოდები, რას ელოდებით? იმას რომ რას სწავლობთ თქვენ, თქვენ სწავლობთ თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი საერთოდ აი საერთოდ პენტაკლების დედოფალი და კვერთხების დედოფალი არის ერთად ეს როგორი ენერგია, როცა გადამწყვეტი ენერგია, რომ მე წყვიტავ ყველაფერს, მე ვიღებ გადაწყვეტილი, მე ვიღებ ყველაფერს ჩემს თავზე. ურთიერთობაში შეიძლება შემომტანი თქვენ ხართ, ხო, უფრო მხარჯველი თქვენ ხართ. ანუ იღებთ უფრო მეტად თქვენ ურთიერთობაში პასუხისმგებლობას, გაიგეთ, თქვენ, ანუ მე თუ არ გავაკეთე, ახლა ამას ხო არ დაველოდები, გაიგეთ, ეგეთი მომენტი რო არის, აქ უკვე თქვენ გასწავლიან მეტად გადახვიდეთ ქალურ ენერგიაში, იმპერატრიცას ენერგია მთვარე, ეს არის როცა მე ვარ, ანუ ჩემი ენერგიით მე მართავ ურთიერთობას ჩემი ქალური ენერგიებით რა. ანუ ეს ძალიან მაგარი გაკვეთილია სხვათა შორის, რომ იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, რადგან კაცს ასწავლიან ქმედებას, ესე იგი თქვენ არ აძლევთ, ნუ ამ ენერგიებით ქალი არ მისცემს კაცს უფლებას, რომ იმოქმედოს, ახლა არ დაჯდება და არ დაელოდება და ეს არის ჩვენი ხშირი
ზუსტად პრობლემა გოგოების, რომ ჩვენ მოთმინება არ აგვაქვს, ჩვენ გვინდა რომ უკვე ყველაფერი მოხდეს გუშინ და ამიტომ აქ გვაჩვენებენ ჩვენ რომ ცოტა ნელი ტიპი არის რა. ის ვერ სწავლობს თქვათ უფრო მალე, ვერ ხვდება მალე რა უნდა. შეიძლება ისეთი ადამიანი არის, რომელიც მიჩვეული არის, თქვათ აი მარტო ჩემთვის რა, ანუ თავის თავზე უფრო, თქვათ მე როგორ ვიყო, თქვათ ჩემთვის უფრო მინდა. ნუ შეიძლება ეხლა ის უკვე იყოს რაღაცა საგვარეულოს პროგრამები, ხო? ისეთი ადამიანში, რომ მაგის სწავლობს იმას, რომ აი მე როგორც კარგად ვიქნები, მე თქვა, ნუ ეგოისტი ტიპია, მოდეთ ასე რომ ვთქვათ. და ამას ზუსტადაც ახლა როცა გიყვარდება ეს ადამიანი და შენ რო ელოდები მისგან რამეს თქვა ქმედებას ან რამეს, ნუ აქ უკვე ის მომენტი არის თქვენზე. პლუს კიდე აქ ნახათ როგორი მომენტი შეიძლება კიდე იყოს, რომ აქ შეიძლება თქვენ ბევრი რაღაცა დანაკლისი გაქვთ გამოვლილი, ანუ თქვა შეიძლება უფულობაც გაიარეთ, შეიძლება უქონლობაც გაიარეთ, ხო? და ამიტომ თქვენ ეხლა როგორ ხართ, იცით, შეიძლება ჩართოთ აი ესეთი ენერგიები, რომ მე ხო ვიცი რა არის ეგ, ანუ თითქოს აი დახმარების მომენტი რა, აი როგორ აგიხსნათ რა, რომ მე რო დაუშვათ ეხლა ვიცი რას ნიშნავს უფულობა, მე რო ვიცი რომ თქვა და ამიტომ ცდილობთ რომ გაუგოთ ამას, რომ ეს იმიტომ არ მოქმედებს, რომ ფული არ აქვს, მოდი მე დავეხმარო. ამით ხდება როგორი მომენტი, როცა შენ უკვე გადადეხარ ნუ ართმევ მამაკაცს მის ახლა მოვალეობას, არ აძლევს საშუალებას და უფლებას, რომ მან იმოქმედოს. კი, შეიძლება ეს დღეს არ თქვათ, ახლა ვერ გააკეთა ის, რაც თქვათ, უნდა გააკეთოს მამაკაცმა. ხო ხედავთ, ზოგადი სიტყვებით ვლაპარაკობ სპეციალურად, იმიტომ რომ ყველას თავისი სიტუაცია აქვს და მე უბრალოდ აი ზოგადი სიტყვებით გელაპარაკებით, რომ თქვენ თვითონ ახლა იცით თქვენი კაცში, თქვათ რა არ მოგწონს, თქვათ, ან რა აიღეთ თქვენს თავზე სიტყვაზე, ხო? რომ ეს თქვენ უფრო მიხვდებით ამას და ამიტომ ახლა დაუშვათ, შეიძლება შენ ახლა 1-2 დღე რო დაგელოდა, უფრო ეს კაცი იმოქმედებდა. შენ რო თქვათ არ გამოგეჩინა თავი და არ წასულიყავე მაღაზიაში და არ მოგეთანა 15 ჩანტა პროდუქტები, შეიძლება ხვალზე ეს ადგებოდა რაღაცას, ნუ იფიქრებდა რომ ხალი რო არის დაუშვათ ეხლა, უნდა კიდევაც ვაჭამო, ჩავაცვა, რაღაცა თუ მიყვარს და ანუ ქმედებას რაღაცას იზავდა. და როცა ხალი თვითონ ამას აკეთებს, მე კაცი უკვე აღარ ინძრევა. თუ შენ თვითონ შეგიძლია, ნუ გააკეთე შენ თვითონ, ხო? და რა თქმა უნდა, როცა მამაკაცზე არასოდეს არაფერს არ გააკეთებს, ზედმეტს თუ ხედავს, რომ ის მაგივრად ვიღაცა ამას აკეთებს რა. და აქაც ზუსტად ეს გაკვეთილი გაქვთ თქვენ, რომ თქვენს რა ქვია, უნდა გაიაროთ ეს მომენტი, როცა დაუშვათ თქვენ ისწავლოთ ეს ქალობა. შეიძლება აქ იყოს ძალიან ბევრი დაშორება, ეგაც არის კიდე აქ. ნუ მანძილი შეიძლება იყოს, აქ არ გამოვრიცხება, ხშირად გიწევთ, თქვა დაუშვათ დაშორება, პაუზები შეიძლება ხშირად ხდება თქვენს ურთიერთობაში და აი ეს რა თქმა უნდა და ეს გამოცდები უნდა გაიაროთ თქვენ ნამდვილად, როცა თქვენ თქვათ, ნუ შეიძლება კიდე ნახათ აქ მოლოდინი რო გვაჩვენეს, აქ შეიძლება თქვენ გჭირთ ეს მოუთმენლობა ზუსტად და ამიტომ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ თქვენ აქ გასწავლიან ზუსტად ამ პაუზებში თქვათ მოთმინებას, ხო? ხო, მოლოდინი არის რა, აი, ნუ პლუს კიდე რაც მე თქვენ გითხარით, აქ არის ზუსტად აი ეს მანძილებიც შეიძლება რომ იყოს, შეიძლება კიდე ნახათ აქ როგორი მომენტი არის. დაბრყოლება რა არის ის რა ქვია გამოცდაზე, ხო? რა საჭირო არის, რომ აი აქ ბიჭმა უნდა ისწავლოს ქალის დაფასება და აქ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ თქვენ, ნუ ხა მაგი ადამიანისთვის და ამიტომ აქ ამ ადამიანმა უნდა გაიგოს, ნახეთ როგორი მომენტი არის, რომ შეიძლება აი მამაკაცისთვის თქვენ ხართ ისეთი ქალი, რომელზეც ეს ოცნებობდა და ეს ქალი რომ მიეცა თქვათ ამ ადამიანს, ხო? ეხლა даже ნუ ფიქრობს რომ აი რა გავაკეთე, ნახეთ ეხლა ხო არის აი რაღაცაზე ვოცნებობთ ჩვენ, ვთხოვთ, აი რატო იძახენ რომ ოცნების გეშენოდეს, რომ მაგას აქ ესეთი თვისება, რომ ნუ ასრულების თვისება. ამიტომ არის ეს მომენტი, რომ შეიძლება ადამიანი ოცნებობდა ასეთ ქალზე, თქვათ როგორიც ეხლა მისცეს ეს ქალი, მაგრამ ეხლა რა უნდა გააკეთოს, აზრზე არ არის ეხლა, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ თქვათ იყოს ეხლა ქალი
ნუ ლამაზიც თქვა ჭკვიანიც შეძლებულიც ნუ ის ნუ რა თქმა უნდა ეხლა ყველას როგორც ქალებს უნდა რომ თქვა იდეალი რაღაცა კაცების ისი კაცდა მაგრამ რომ მისცეს ეს ქალი ეხლა რა უნდა ქნას აზე არ არის გამიგეთ იმიტომ შეიძლება ეს წასულები უმოქმედება ნუ არ იცის რა და პლუს კიდე ხა თქვენ თუ აქ ჩართეთ ეხლა ის ენერგია დედიკოს როლი რომ თქვა მე გაჭმე მე გასმევ და მე ყველაფერს გავაკეთებ და წაართვით თქვენ მაგას მამაკაცის თვისებები ეს ძალიან ქალებმა ვიცით ჩვენ ეს მომენტები. აი ეს იმიტომაც ფიქრობს რა გავაკეთო ახლა მე რანაირად მინდა ეს ქალი მიზიდავს ეს ქალი მიყვარს მართლა ჩემი ქალი ოცნება მაგრამ მე რა გავაკეთო აზრზე არა ვარ. აი ეგეთი მომენტი შეიძლება აქ იყოს რა. რა უშლის ხელს ეხლა თქვენს ნუ კავშირს რა. ამ მომენტში რა უშლის ხელს ნუ აკაც არის როგორი მომენტი იცით აი ზუსტად ეს გაუგებრობა შიშები შეიძლება აი რაც გითხარ ეს ვის რა კონტექსტში აქ შეიძლება რა უშლის ხელს და აქ ნუ ეს ვის ბიჭს თუ გოგოს ვინც წასული არის ეხლა მანძილზე აი იმას უშლის ნუ ალბათ ეხლა უფრო ბიჭი შეიძლება იმიტომ აჩვენეს აქ რომ მანძილი უნდა იყოს თქვენ შორის აქ რა ხდება იცით რა უშლის შეიძლება ეხლა უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას იმაზე რომ ეხლა არის ადამიანი შეიძლება წავიდა მაგრამ აქ წავიდა რის გამო რომ ვეტყოდი რომ იმიტომ კი არა რომ არ უყვარხართ არა აქ წავიდა იმიტომ რომ იმდენი დაუგროვდა ეს შიშები რომ მე როგორც გითხარით რომ ეხლა ეს ქალი უცნაურია ჩემთვის უცნობი აი რა გავაკეთო რა და პლუს კიდე ნახეთ თქვენ ახლა ნუ იმპერატრიცა და პლუს კიდე მთვარე ეს ესეთი მიმზიდველი ენერგია ესეთი გემრიელი ენერგია მამაკაცისთვის რომ ნამდვილად აი როგორ არის იცით ვერც ვტოვებ და რა გავაკეთო აზრზე არა ვარ აი ეგეთი სიტუაცია და ახლა იმიტომ არის აქ რომ უნდა ისწავლოს ამან მაგრამ ეშინია გაიგეთ ამას რომ აი არ იცის შეიძლება არეულ-დარეული არის შეიძლება ბევრი ფიქრები მოდის მაგრამ პლუს კიდე აქ რაღაცა მომენტი რომ შეიძლება დაუშვათ თავისუფლება წამერთმება ეგაც შეიძლება იყოს აქ და ადამიანს ეშინია იმიტომ რომ იმდენად უკვე თქვენ შეხვედით მის ცხოვრებაში იმდენად უკვე თქვენს გარეშე შეუძლებელი გახდა მისი ცხოვრება რომ ეს უკვე ამაში გამოიწვია შიში გაიგეთ რომ ეს რა ხდება საერთოდ რა ყველგან ელანდებით მე მგონი ამას რა და ამიტომ იმიტომ რომ თქვენგან იღებს ძალიან როგორ უკვე იმდენად თითქოს ერთგულებაშიც გადადის ანუ ეს სულ ყველაფერი რომ ნამდვილად ამ ადამიანს ეს გაიქცა რა იმიტომ რომ შეეშინდა ამას ამ ყველაფრის რა რაც მოხდა თქვენ შორის იმდნუ აქ შეუძლებელი აქ კაცი არის იმენა მოხიბლეთ კი არა რა ვიცი რა ვთქვა ახლა ეს ადამიანი მიაჯაჭვეთ ყველა ვარიანტში და ამიტომ ეს უკვე ეშინია რომ აი დაუშვოთ ახლა რა გავაკეთოთ ამიტომ შეიძლება ეს ადამიანი ახლა წავიდა იმისთვის რომ დაფიქრდეს რა იმიტომ რომ ეს არის აი როიცენ გაქცევა ეგეთი ტიპი არის რა ტიპაჟი არის რა ეგეთი და რომელიც უკვე რო ხდება რომ ძალიან ეჯაჭვება და დამოკიდებული ხდება უკვე ამ ურთიერთობაზე უკვე ეშინია იმიტომ რომ ნუ ძალიან ღრმად შეხვედით თქვენ ახლა მაგის ცხოვრებაში ნუ ახლა აქ შეგვიძლია ჩვენ 2 საათი კიდე ველაპარაკოთ რატო და რისთვის ეს უკვე ნუ სხვა თემა არის ხო ნახოთ ახლა ჩვენ რას გეგმავენ ახლა უმაღლესი ძალები თქვენს წყვილთან დაკავშირებით რას გეგმავენ და აქაც ხო გამოვიდა 6-იანი ნახეთ ახლა და ესე რა ქვია მე 6 არკანი აქაც გამოვიდა მე 6 არკანი რას გეგმავენ და რა თქმა უნდა რომ თქვენ იყოთ ერთად სიყვარული უნდა გქონდეთ თქვენ რა თქმა უნდა რას გეგმავენ და ნუ იმპერატორი კი იმპერატორი უნდა იმოქმედოს ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს აი ზუსტად აქ ქმედებაზე ხო ვთქვით რომ ჩვენ უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა ეს ქმედება და არჩევანი უნდა გააკეთოს გულით კაცმა აქ დაჟე როგორ არის იცით მაღალი ძალები ეხლა ამ წუთში ვეტყოდი რომ უფრო კიდე მეტად ასწავლიან ბიჭს იმიტომ რომ გოგოში ისედაც ხდება უკვე ისეთი თქვენ უკვე გააცნობიერეთ ის რომ მე უკვე უნდა შევცვალო რაღაცა მომენტები რა მე უკვე სხვანაირად უნდა ეს ურთიერთობა
ამ ურთიერთობაში სხვანაირად უნდა მივიღო მონაწილეობა, ასე რომ ვთქვათ რა, სხვანაირად უნდა ვიმოქმედო და მივცე უფლება, რომ მან ისწავლოს ქმედება რა, იმიტომ რომ სხვანაირად მინდა წავიყვანო ეს ურთიერთობა და მამაკაც აი აქ ნამდვილად ასწავლენ ეხლა ყველანაირად, ეხლა უკვე იმდენი ველაპარაკე აქ, რომ მივხვდეთ თქვენ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ქალი ამისთვის, იმიტომ რომ და უკვე იძულებული უნდა გახდეს ეს ამ ადამიანმა, რომ რამე იმოქმედოს. აქ უკვე ნახეთ, თითქოს აი ეს სიყვარული არის, რომ როგორ არის იცით, იმპერატორის ენერგიაც არის აქ და პლუს კიდე ხმალები რა არის, კვერთხების იმისი რა ქვია, რაინდის, აქ ცოტა სხვანაირი ნახატები არის, იმიტომ რომ ეს ორაკული არის რა. ანუ მარტო ის კი არა, რომ თქვათ იფიქროს რა გააკეთოს, უკვე უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ იმპერატორი ეს არის მართლა უკვე მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო რა. აქ იმპერატრიცა მისცეს, იმპერატრიცა ეს არის უკვე მაღაზე ქალი არის, ხო? და შენს იგივენაირად უნდა იმოქმედო, თუ შენ გინდა მასთან იყო. უკვე აქ არ გამოგივა ის შენი სირბილი იქით აქეთ და აქ უკვე შენ უნდა გააცნობიერო, თქვათ ახლა იქ სადაც ხარო, თუ გინდა ეს ურთიერთობა, შენ უნდა იმოქმედო როგორც ზრდასრული კაცი და არა როგორც პატარა ბავშვი დაუშვოთ, ხო? ან თქვათ ახლა პატარა ბიჭი, რომელიც თქვათ ახლა თვითონ არ იცის რა უნდა მაგას, ხო? აი კი ბატონო, ხო, იმიტომ რომ სიყვარულს ასწავლიან რა ამ ადამიანს და ნამდვილად რომ უკვე აი აქ გეუბნებით, აქ ესეთი მიჯაჭულობა არის, აქედან გამოსვლა, რა ვიცი, ახლა რომს გამოვიდეს, გავა რა ვიცი, წლები და მაინც დააბრუნებენ თუ ძალით რამ ექნა, მაგრამ არ ამგონია რომ რაღაცა ესეთი იყოს. აქ თუ არა მომავალი ამ ურთიერთობას, მოდით ვნახოთ, რა თქმა უნდა არის თუ დაუშვათ თქვენ თვითონ მიიღებთ ამ ადამიანს, გოგოებო, იმიტომ რომ თქვენში მიდის ახლა ძალიან დიდი ცვლილებები, ხო? და ნამდვილად ეს ადამიანი კი გამოჩნდება და კი რაღაცას თქვენ შემოგთავაზებს რა. მაგრამ აი აქ არის როგორი თუ გოგომ დაუშვოთ კიდე კი, როგორ არ არის აქ გადასვლა სხვა. კი, ნამდვილად ეს ბიჭი უკვე გაიზრდება, ხდება უკვე პენტაკლების მეფე და ნამდვილად, მაგრამ თქვენ აქ არის როგორი მომენტი, იცით, ეს ბიჭი მოვა რაღაც აი შეცვლილი даже შეიძლება ზოგისთვის იქნება ის, რომ შემოგთავაზებს, თქვა, სერიოზული ურთიერთობას და მაგრამ აი ეს არის, რომ თუ დაიჯერებთ თქვენ გოგოებო და თუ თქვენ მიიღებთ, თქვენზე იქნება აქ უეჭველი არჩევანი, იმიტომ რომ არის როგორი მომენტი, თუ დაუშვოთ ეს ადამიანი კიდე ისეთი იმპულსიური იქნება, თქვენ შეიძლება დაუშვოთ არჩევანი რა, ჩვენ ახლა სტაბილურად ერთად ვიქნებით, უკვე რამეს ვქმნით თუ ისე ვიქნება ის მომენტი, რომ თქვა დაუშვოთ შენ ახლა მოხვედი, წახვედი რა, ანუ მე ვნახავ შენს ქმედებას, როგორ იმოქმედებ შენ, ხო? ანუ შენ ისევ აქ მოლოდინში მე დამტოვებ, რომ სულ გელოდო, თუ დაუშვოთ შენ უკვე ნამდვილად რამეს სერიოზულს შემომთავაზებ. აქ გოგო მიიღებს, ვნახო გააჩნია რას შემომთავაზებს, მაგრამ პრინციპში მაჩვენებენ რომ ბიჭის თავაზობს სერიოზულ ურთიერთობას, მაგრამ აი გეუბნებით რომ რამდენად თქვენთვის იქნება უკვე აქტუალური რა, ეს მომენტი არის რა. ვნახოთ რას თქვენ ახლა გირჩევენ ახლა მაღალე ძალები დაელოდოთ, გაუშვათ თუ იმოქმედოთ, დაელოდოთ, გაუშვათ თუ იმოქმედოთ. აქ გეუბნებიან უფრო დაელოდეთ ცვლილებებს, ასე ვეტყოდე მე რა, იმიტომ რომ 13 არკანი აქ უნდა წავედეს, აქ ეს ძველი პროგრამები, რაც არის, რაც უკვე არ მუშაობს, უნდა წავიდეს რა. ამიტომ ახლა აქ უფრო რას გულისხმობთ? ანუ არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ თვითონ, ანუ აქ გვეუბნებიან რას? ელოდები. აი ლოდინს ნამდვილად თქვენ აქ არ გეუბნებიან 100%-იანი, ელოდები, მიეცით დრო ამ ადამიანს, რომ დაფიქრდეს თვითონ, შეცვალოს ყველაფერი აბსოლუტურად, ნახეთ 7-იანი პენტაკლებით დავიწყე, 7-იანი პენტაკლებით მაჩვენებს სხვა დასტაც, ხო? და ანუ იცხოვრეთ თქვენი სიამოვნებით, თქვენი ცხოვრებით, აქ არ გვეუბნებიან იმას, რომ შენ უნდა იჯდე და ელოდო ფანჯრასთან, ესე დაიჯდე. ელოდო, არა.
იცხოვრე ისე, როგორც შენ სულს უნდა, როგორც შენს გულს უნდა, ის სიამოვნე ამ ცხოვრებით შენ და ამას მიეცი დრო, რომ მანაც ახლა შეცვალოს კი თავის თავში ის რაღაცები რა. კი, აქ გეუბნებიან, რომ ეს დრო გჭირდება თქვენ იმისათვის, ეს მარტოობაც გჭირდება თქვენ ერთ ენერგიებში გამოდიხართ, ახლა აქ არის კურუმი და იეროფანტე. ანუ აქ ნამდვილად ახლა პრინციპში თქვენ აქ იცვლებით, თქვენ აქ იზრდებით, ხო? და კიდე აქ რა ხდება? ნუ ხო, გეუბნებით, რომ ახლა ლოდინი არ არის საჭირო, იმიტომ რომ თქვენ ისედაც პრინციპში უნდა იყოთ ერთად. მაგრამ ისევ მაჩვენებენ რას იცით, აქ თქვენზე დამო კიდე გოგოებო, თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ აბსოლუტურად, აი აბსოლუტურად კი ისევ ტრანსფორმაციას მაჩვენებენ, აი დაასრულეთ ლოდინი, დაასრულეთ თქვათ ახლა ესე რა ქვია, აქ ნერვიულობა დაასრულეთ ეს რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი ახლა არის პროცესში, გეუბნებით პროცესში, ეს ადამიანი თვითონ როცა ისწავლის, მერე გამოჩნდება. კი, აუცილებლად გამოჩნდება და კი, ნუ გაკვეთილებს გადის რა, იმიტომ რომ ბევრი წყენა იყო, ბევრი რაღაცები, ახლა უკვე თქვენ ისტორიას მიყვებიან და ამიტომ არის ეს ნერვიული, ნახეთ, აქ მაჩვენებენ რატომ ხართ თქვენ უფრო გოგოზე მომიყვეს, რომ თქვენ ახლა ნამდვილად გული, სული, ყველაფერს აკეთებთ, ეს ადამიანი შეიძლება არჩევანს ვერ აკეთებდა და ამიტომ, ნუ გაწყენინათ კიდევაც და ამიტომ ხართ თქვენ ესეთ ენერგიაში, რომ ფიქრობთ, რომ მე მინდა ვაფშე ეს ურთიერთობა დავაბრუნო ეს, ნუ თქვა დაუშვათ, რომ დავუჯერო დაჟე აი ასე ვეთყოდე მე, რომ იმიტომ რომ ძალიან გულის ტკენა არის, რომ იმიტომ რომ ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში თქვენ ვერ გირჩევდეთ, როგორ არის ხო, რომ არჩევანს არ აკეთებდა თქვენს მიმართ რა, იმიტომ რომ შეიძლება თქვა თუ მას კიდე დაუშვათ აქ ვიღაცის ის იქნება თქვა ოჯახი, ეს ოჯახი შეიძლება ან სხვაობის გამო სიტყვაზე ხო დაუშვათ ეს ადამიანი ვერ აკეთებდა არჩევანს თქვენსკენ, ამიტომ ეხლა როცა დაბრუნდება თქვენს დაფიქრდებით უკვე იმაზე რომ მე გავაკეთო ეს არჩევანი, მე დაგიჯერო საერთოდ შენ რომ გინდა ეს ურთიერთობა შეცვალო, იმიტომ რომ აქ არის ეს დიდი ისეთი მომენტი, როცა ვფიქრობ რა, რომ აი თავის დროზე ვერ ამირჩია, ხო თქვათ ოჯახი ერჩევნა, ან თქვათ სოციუმს აყვა, ან თქვათ ახლა თავის ოჯახსაც ახლა რა, ოჯახი შეიძლება მშობლების გამო დაუშვათ, ხო? ან თქვათ რელიგიის გამო დაუშვათ, აქ შეიძლება ეგეთი რამეც იყოს, ახლა ყველას თავის სიტუაცია აქვს და ამიტომ არის ეს მომენტი, რომ შეიძლება თქვენ მაგიტომ დადგებით არჩევანის, ნუ თქვათ წინ რა, რომ შემოგთავაზებს, თქვენ უკვე დაფიქრდებით, იმიტომ რომ ყველას თავისი თემა ექნება რა. აი ასე, ნუ ასეთი პრინციპში რჩევა კი არის და თუ ვისთვისაც აქტუალურია კი დაელოდებით და რაღაცა, მაგრამ ლოდინი გეუბნებით არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იჯდეთ, თქვენ უნდა ცხოვრობდეთ თქვენი ცხოვრებით, მშვენიერი, კარგად ცხოვრებით, აკეთებდეთ იმას, რაც თქვენ გულს სულს უხარია და ეს ადამიანი გადის თავის პროცესებს და გითხრეს ჩვენ ისედაც რომ თქვენ უნდა იყოთ პრინციპში, ნუ ერთად უბრალოდ ახლა ხართ თქვენ ხანძლივ პროცესში, ნუ შემდეგში მე ვნახოთ უკვე კიდე ახლა ნუ რა ნაბიჯებს გადადგმავს, არ გადადგმავს, როგორ იქნება, ჯერჯერობით ხართ პროცესში.